დედა რა გვაქვს საჭმელი? ციციბურას ფაფა. ვაიმე, ისევე ციციბურას ფაფა. მეზიზღება. შეჭყვიდე წუწუნი, სულ წუწუნეთ. რატომ არ მოგწონს არაფერი? რასაც ვამზადებ, არაფერი მოგწონს. შენ საერთოდ არ ცდილობ. შენ ყოველთვის უგემურკერძებს ამზადებ. სხვა დედები მათი შვილებისთვის ორცხობილებს, ნამცხრებს, შემწვარ სტეიკებს ამზადებენ. შენ უბრალოდ ციციბურას ფაფა მოამზადე და სულ ესაა. მეც არ აღდევს. რა თქვი? იცი რა ძნელია იყო დედა? იმდენამეს ვაკეთებ ყოველ დღე. შენ ვერც კი წარმოგიდგენია რამდენამეს ვაკეთებ ყოველ დღე. და აქ მარტო არ ხარ. ამ სახლში სხვა ხალხიცაა და მე უნდა ვიზრუნო თქვენზე. მე არ ვარ მზარეული ყოველ დღე რომ სხვადასხვა კერძებით გასიამოვნოთ. გარდა ამისა, სად არის შენი მადლიერება რომ ყოველ დღე გაჭმევ და გაცმევ? ჰურამა გემპიოს მოამზადებ, მაშინ მადლიერი ვიქნები კი? რა თქვი ახლა? ისე არ მინდოდა რომ ასე მკაცრად მეთქვა. განაცხადებული ხარ? ამით მორჩა ჩემი მოთმინება, ნიკოლ. თუ გონია რომ დედობა ასე მარტივია, გირჩევ რომ თავად გახდე დედა. ნახავ როგორ გაუნკავდები ამ ყველაფერს. კარგი, რა უნდა გავაკეთო? მთელი დღე ჩემი მოვალეობა კი უნდა შეასრულო და მე ვიქნები პატარა ბავშვი. ნახავ როგორ გაუნკავდები ამას. თუ კარგად გაართმევ თავს, $1000 მოგცე. თუ ცუდად გაუნკავდები, ციციბურის ფაფის შეუპყავს შეჭა. კარგი. დათანხმდით. ასე რომ შენ ახლა მთელი დღე უნდა შეასრულო ჩემი მოვალეობები. ადვილია დედა ეს. მოემზადე $1000 მომცე. დედა ახლა შენ ხარ. პირველი რაც მოგიწევს არის მოამზადო რაიმე გემრიელი. შენ ამბობ რომ ციციბურის პაპა ძალიან გაღიზიანებს. ადვილია. შენ უნდა დაალებო სახლი და არც უნდა რომ ყველა საშინაო დავალება შესრულებულია. და კიდევ ის რომ ბავშვები არ დაანგრევენ სახლს თავიანთი ხრიკებით. ბავშვებს შორის მე არ ვიქნები ასე რომ სახლი ვისოფლოთ იქნება. შენ ასევე მოგიწევს მაიკლის და კიკის მოსაკვებულის მოწმედა და არ დაგავისდეს ფულის გამომუშავება. დღეს აუცილებლად მივეჯო $1000. ახლა წადი შენს ოთახში. საქმე მაქვს, დასრულდა საქმეები მეოდებია. რა თქვი? რაც აიგე ქალიშვილო, მიდი იჩქარენ, უმანებიული. რა კარგია იყო დედა. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკორის სახზე ხართ. მე დღეს დედა გავხდი. მე დღეს დედა ჩემს როლი გაუცვალე და მე სრული ძალაუფლება მაქვს ახლა. ის ფიქრობს რომ მან აიღო ძალაუფლება და ამით ისაგებრებს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. მე ფასდას ისე გავაწვალებ, როგორც ის შოუები ვაკეთებ ჩემს მიმართ ხოლმე. და რაც შეეხება თქვენ, მეგობრებო, შოუები შეიძლება გაიძულებენ გააკეთოთ ის რაც არ გინდათ? თუ ასეა, მაშინ დაალაიქეთ ვიდეო. გავიგებ რამდენი ხართ ჩემნაირად, არ დაგავიწყოთ კომენტარებში დაწეროთ ნიკოლ, მე შენთან ვარ. კარგი, დავიწყოთ. ვიქნები საუკეთესო დედა მსოფლიოში, წავედით. შეხედე ერთი მას, მამით რომ ოთახში წავიდე. ახლა გასწავლე მე შენ ჭკუას მახსოვს როგორ გამპრენკე. შვიზიების დროა. ამარჯობათ, რას აკეთეთ? ჰეი, ზლატა, დამალე თამაშები. რას აკეთეთ, ბავშვებო? რას და არაფერს, ჩვენ საშინაო დავალებას ვამოწმებთ. დიახ, ჩვენს გონებაში, ჩვენთვის სასაყდრო არაფერია, ჩვენ აქ ჩუმად ვხედვართ. კარგი რა, დამშვიდით, მე დავინახე რომ თამაშებს თამაშობდით. ახლა დავჭი და გვაიძულებ რაიმე გავაკეთოთ სახლში? მე? ამას ნუ გააკეთებ. თქვენს თვალში მართლა ასეთი ბოროტი ვარ? არა. კარგი რა, სერიოზულად გეკითხებით. ჩვენ შენი გვეშინია ხოლმე. ზოგჯერ ტუალეტში ვიმალებით ხოლმე რომ თამაშები ვითამაშოთ. ეს მეტის მეტია, კარგი ბოდიში. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. სერიოზულად ამბობ? არ მოტყუდე, ის ალბათ გვეთვალთ მაგცება. ეს არაა თვალთ მაგცი, მე და ნიკოლმა დღეს ცხოვრება 24 საათის განმავლობაში გავცვალეთ. ეს ნიშნავს რომ ის იქნება დედა და მე ვიქნები ქალიშვილი. მე თქვენთან ერთად ვიქნები მთელი დღის განმავლობაში. ტანია, ბოდიში, მაგრამ მე ნამდვილად არ ვგრძნობ რომ შენთან ურთიერთობა მინდა. რატომ არის ასე? ჩვენთან ერთად არ იქნები, იმიტომ რომ სულ მიაქცევ ყურადღებას იმას თუ მოწესრიგებულები ვართ, კარგად ვიცევით და ასე შემდეგ. აგიტკიცებ რომ ეს ასე არ არის. რა მოხდება თუ ნიკოლს ერთად გავპრენკავთ? გახსოვთ რომ დედა ვიყავი ყველა გამპრენკეთ? ერთად ვიძიოთ მასზე შური გთხოვთ? სიზმარში ვარ? ანუ ნიკოლს შენთან ერთად გავპრენკავ? ეს ბევრად უკეთესია ვიდრე დაბადების დღე. კრინჯი, რაფლი. შეწყვიტე ტანია. კარგი, ჩვენ კიდევ ერთი ვიღაც ვჭირდება. ახვავე მოვალ. ის უნდა ვიპოვო. ბოგდან, გაიყვიძე. ბოგდან, კარგი, რადგან მე დღეს ნიკოლი ვარ, მე შემიძლია ფრენკები. მოდი გავერთოთ. არჩი აქ პატარა ზაზუნა. მოდი ახლა გავერთოთ.
აუ, რა? ვინ გააკეთა ეს? მე მოკკლავ. ეს მე ვიყავი ბოგდან, არ შემიძლია შენთან ხუმრობა თუ რა? კარგი, ბოდიში, მე ვთქვი რომ მოკკლავდი. არ ველოდი რომ შენ იყავი. მეგონა რომ ბავშვები მეხუმრებოდნენ. შენ ჩვეულებრივ საყვედურობ ასეთ რამეებზე და ახლა თვითონ გააკეთეს. მისმინე ბოგდან, დღეს 24 საათის განმავლობაში მე ნიკოლე გავხდები. და ნიკოლი რას აკეთებს? და ის დღეს დედა, მე აქ რაღაც ვიზეზით მოვედი. რა არის მიზეზი? ის დღეს ჩემს მოვალეობებს შეასრულებს. და მინდა რომ ის მე გავპრენკო, როგორც თქვენ გავპრენკეთ მე. მაშინ არ გვისაყვედურო მოგვიანებით და არ გითხრა, აი როგორ შეგეძლოთ და არ დაგვსაჯო. მე დაშა არ მინდა. მე არ გისაყვედურებ, დღეს არ დაიჭებით. ყოველ შემთხვევაში შენ არ დაგში. Yes, მე ვოცნებობდი ამ მომენტზე. ტანია ცუდი გოგო გახდა. ხო, დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ 24 საათით. მიდი ტანია, ვასწავლოთ ჭკუა პატარას. მას საქმე ცუდად აქვს. კარგი, რაღაც უნდა მოვამზადო. მე კარგი დედა ვიქნები და მას ციციბურას პაპას არ ვაჭმევ. ამოგემო რაღაცას არ გავაკეთებ. ასე რომ, რა არის ყველაზე მარტივი მოსამზადებელი? ზუსტად, შემწვარი კვერცხი. აუ, კინაღამ კვერცხი გავტეხე. მართალი გითხრათ, დედა ტყოხნა რთულია. უნდა გავიგო რამენაირად როგორ ირთვება ეს გასკურა. მე TikTok-ზე ვნახე რომ კვერცხის ნატრიუმი ლამაზად გაწყდება თუ კვერცხს ტაფაში ჩაყრი. სადოთ ეს? სადოთ აბა ვნახოთ. ვა, ეს ნამდვილად მუშაობს. ახლა უნდა ავიღოთ კიდევ ერთი კვერცხი. მე იდეალური დედა ვარ. მოიცადეთ. მე მინდა რომ ხუმრობა ძალიან კაცრი იყოს. მოგვიანებით არ იტყვი რომ ის ჩემი ქალიშვილია, რატომ მოატყუე იგი? ამას არ ვიტყვი, დღეს მე მისი ქალიშვილი ვარ, მინდა რომ მან განიცადოს დედის ფელის ხორების სირთულეები. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში თქვენნაირი პრობლემების შემქმნელები არიან. კარგი, ეს ცოტა შეურაცხყოფელი იყო, მაგრამ მეორე მხრივ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა ფერდის განმავლობაში. ეს იგივეა, როცა მასწავლებელი საშინაო დავალებას არ გაძლევს. ჩვენ დღეს ერთი გუნდი ვართ, ფრენკსტერების გუნდი. წავიდა! ყველა ერთად მოვიდა, როგორც კი გემრიელი სურნი იგზას, ყველა აქ არის. უფრო მეტად დამთვრისუნი. და ამბობ თქვენ გაჩვენებთ დამთვრისუნს, ეს არის საუკეთესო ლანჩი თქვენ ცხოვრებაში. და როგორც დედა ამბობს, შეწყვიტეთ წუწუნი და ჭამეთ ბავშვებო. აბა ბავშვებო, დროა რომ ჩვენი დედა გავპრენკოთ. ოჰო. მოდით მისი ცხოვრება ცოტა გავართულოთ. მიღებულია, გასაგებია, მე ვიწყებ ოპერაციას. მე გაჩვენებ რა არის ნამდვილი შემწვარი კვერცხი. მე მზად ვარ ტანია. მალე დაიწყება ყველაფერი. დედა, წყალი მომიტანე რა. კარგი, როგორც შეუდები შენება, ხოლმე ადექი და შენ თვითონ არ იღე. შენ გაქვს ფეხები და ხელები. დედა, ძალიან მიყვარ ხარ, ძალიან კარგი ხარ. შენ კიდე ჩემზე ასე მანიპულირებ ხოლმე ნიკოლ. ხო, კარგი. ეს ვიგაკეთა. დედა, ჩვენ მშივრები ვართ. მზად არის ჩვენი საჭმელი, დავიღალეთ შიმშილით. ის მართალია, თუ წონაში კლებას დავიწყებ, შენი ბრალი იქნება. მივხვდი, თქვენ ყველა ჩემს წინააღმდეგ ხართ. სულაც არა, ჩვენ მგავთ ხალისოქთ, ამას სერიოზულად ამბობ? მოგვიტანე საჭმელი. აი, მივხვდი თქვენი საჭმელი. ფუ, ამას მე ვერ შევჭამ. ამას ზენად გამოიყურება, სხვა რამე გააკეთე რა. ჩემ მუცელს ძალიან ბევრი რამ უნახავს, მაგრამ ეს ძალიან ცუდად გამოიყურება. ხო, ეს საშინლად გამოიყურება. ისე დედა საჭმელს ასაცუდად არასდროს არ ამზადებდა. მორჩა, დამღალეთ, მე მასთან დავნაწრევდი 1000 დოლარს და თქვენ აშუაში ხართ. რატით აქედან ახლავე? და მე? თქვენ აქ რჩები. რას თვითონს ეს ყველაფერი? ასლაპარაკობ. რატომ უჭერთ ხარს დედას? რატომ დამცინით? კარგი, რამდენადაც მივხვდი დღეს დედა ხარ, ამიტომ ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრობთ. არაფერი შეცვლილა. კარგი, გასაგებია. ანუ გინდა თქვა რომ მოღალატეები ხართ, ხო? უბრალოდ წარმოვიდგინე ნიკოლ, ჩვენ შეგვიძლია ვიხმოთ მთელი დღის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია დაგცინოთ, ვირბინოთ სახლის გარშემო და ამის გამო არ დავისჯებით. ასე რომ მე დღეს დედა ვარ. და თქვენ ჩემი შვილები ხართ. ხო, ასე გამოდის. შვენიერია, მასში ყველა დაისჯებით. ჩვენ ბოგდან თოვს მოაშორებს სახლის გარშემო, შენ კი ქარიშვილო, შენ სოთახს დაალაგებ, მე კი მოვალ და ყველაფერს შევამოწყებ.
კარგად უნდა დაალაგო. ეს ადვილია. ზლატა, საშინაო დავალება უნდა შეასრულო. რა საშინაო დავალება? ნიკოლის საშინაო დავალება. ჟენია, შენ აბაზანას დაასუფთავებ. რა თქმა უნდა, მე უკვე მანდ ვარ. აბა ვინ არის დღეს დედა? ვის აქვს ყველაზე დიდი ძალაუფლება? ყველანიდან ემორჩილეთ ნიკოლს დღეს, ის დღეს უფროსია. ჯანდაბა, შეასრულეთ დავალებები ახლავე. მე კი უნდა დავისვენო. დედა უნდა დაისვენოს. ჯანდაბა, დღეს თითქოს განსაკუთრებული დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ნიკოლი როგორც დედა ნამდვილ დედაზე უარესია. მეგონა მთელი დღე გავერთობოდით, მაგრამ მან ჩვენ დავალებები მოგცა. აი, მეზიზღება. დავიღალე ნიკოლით, როგორც კი მან ძალაუფლება მიიღო, მან დაიწყო ჩვენი მბრძანებლობა. ხედავთ ამას? მან დამავალა რომ აბაზანა გავასუფთავო. დედა მე გამეცვალა დედასთან როლები. ვიმხიარულებდით იმის მაგივრად რომ სისულელეები გვეკეთებინა, როგორიცაა აბაზანის დასუფთავება. ასე რომ შენ გინდა ყველა საშინაო დავალება გავაკეთო. ასეულად ეს არ გამოვა. წინაბაბ რომ გიღალატე, ჩვენ არა, მაგრამ შენ მარჯვენა შორს წახვედი შენი სასჯელებით ნიკოლ. ასე რომ მორჩა, მე შენ გიჩვენებ. კარგი, ინგლისური ენის ტესტი. სტორი ვარიანტია B. კარგი, მაგრამ ჩვენ ავირჩიოთ გეს. ბოდი ეს ნახოთ, ოპს. ისევ არასწორი ვარიანტი ავირჩიე. მესამე კითხვა, ჩვენ ავირჩევთ D-ს ასნაცვლად. ვაიმე. მაგრამ ასრულელი გოგო ვარ, ძალიან სუმელი. ახლა ნახავ როგორია მეგობრების დაშა. მეგობრებო, დღეს დედა და ნიკოლი მთელი დღეა ჩხუბობენ და ჩვენ ამის გამო უსიამოვნებელს ვაწყდებით. მაგრამ ჩვენი გრადი არაფერი არც შემი, არც გობდანის, არც ჯენიასი. და შენ ასით ღირშინად ჩხუბობ მშობლებთან? დაგვიწერეთ კომენტარებში კი თუ არა. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ რომ მშობლებთან უნდა იმეგობრო, ისინი ბევრს აკეთებენ ჩვენთვის. მინდა ვიცოდე ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი. თუ ჩვენი მეგობარი ხართ, აუცილებლად დაადგამუნეთ გამოწერის ღილაკს. მინდა ჩვენთან ჯგუფი უბრალოდ არ გამოიწერო არხი და იყავი ტოქსიკური. და თუ ჩვენ გამომწერებს შორის ხარ, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. დიდი მოკითხვა ჩვენს საუკეთესო გამომწერებს და ეცადეთ არასოდეს არ განააწყენოთ დედა. დედა ყოფნა ძალიან მაგარია. ზიხარ და სხვებს აძლევ დავალებებს. შეიძლება ამის შემდეგ TikTok-ის სკროლო. დარწმუნებული ვარ დედა მთელ დღეს ასე ატარებს. ტელეფონი რეკავს. სად არის ტელეფონი? შეყვარებული? რა? გავთიშოთ. ჯანდაბა, იცი რა გავარკვიე? მე საუკეთესო შანსი მაქვს მასთან სასაუბროდ. დღეს მე დედა ვარ. დიახაც დედა ვარ. ამიტომ დღეს მე არავინ არაფერს არ მეტყვის. კარგი, გავუგზავნოთ მესიჯი. ჰეი, რა გინდა? ჩემო ძვირფასო ტანია, მომენატრე. წადი ქუჩაში გაისეირნე. იცი ძირითადად ამას ყოველთვის ვაკეთებ, როცა მოწყენილი ვარ. მან მიპასუხა? თავიდან მიშორებ? რამე დავაშავე? ვერ ხარ? მე უბრალოდ გითხარი რომ კარგი დრო გაგეტარებინა. მე მაქვს ერთი იდეა. თუ კი გინდა რომ გაპატიო, მაშინ ადექიდან ნიკოლს ახალი MacBook-ი უყიდე. მან გვიპასუხა, ჩემი ფულის გარდა არაფერი გინდა და არაფერს ვიყიდე. კარგად იყავი. როგორც ჩანს, მე უბრალოდ გავაფუჭე დედას რომანტიკული ცხოვრება. კარგი, ის ისე ლამაზია, ამიტომ ის იპოვის სხვას. თუ რამე აქ არ ვიყავი. ძალიან დავიღალე. ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. ნიკოლის ოთახის დანაგება ადვილი საქმე არ არის. ჯანდაბა, სად არის ჩემი ტელეფონი? აქ არის. როგორ შეგეძლო რომ ჩემი ცოდნის გარეშე მიგეწერა ვალდემარისთვის? გეგონა რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად აიღე ხელში? მაშინ მე შენს სიცოცხლეს ავიჟებ ხელში. 2 წელია ვალდემარის ყურადღების მიქცევას ვცდილობ. შედის საქმე ცუდადაა. ნიკოლ, რას ნიშნავს ეს? რა მოხდა ჩემო ძვირფასო ქალიშვილო? ვალდემარის შეტყობინება გაუგზავნე? სიმართლე თქვი. ის ვალდემარია? მას ასე ქვია? გასროლელ ლუის სახელია? გაჩერდი, ეს ყველაფერი უკვე ძალიან შორს წავიდა. მაშინ არაა პრობლემა, შენ დანებდი და მომეცი $1000. მე არ ვაპირებს აგებას. ისე მგონი უკვე აგებ. ასე ხო? დღეს მე ნიკოლი ვარ, მაშინ ეს ტელეფონი ჩემია. რას აკეთებ დედა? კარგი, მივწეროთ დანიას. შენთან ყოფნა აღარ მინდა. ნახვამდის. ჰეი, როგორ გააკეთე? რატომ გააკეთე ეს? მე დღეს ნიკოლი ვარ, მე გავაკეთებ იმას, რაც მინდა ჩემს ცხოვრებაში. ეს ყველაფერი ძალიან შორს წავიდა დედა. საკმარისია, სრულიად გეთანხმები. დედა ყოფნა ძალიან ცუდია, მე მომწონს, როცა საკუთარი თავი ვარ. იქნებ აღიარო წაგება და წახვიდე და ერთი ქვაბი ციციბურა ჭამო? არა ვითარ შემთხვევაში დედა, ტყუილად არ წავაგებ. ომი გინდა ომს მიიღე, რა არის იქ? ეს შენი მასწავლებელია. და რას ამბობს? შენი ინგლისურის ტესტის შედეგები. შენ 2-იანი მიიღე. ზლატა, რა გააკეთე? ვერ გავიგე, რაზე ლაპარაკობ, ნიკო?
ნუ თქვათ მაქსობს ვატა ნიკოლმა გითხრა რომ ტესტი დაგეწერა შენ კიდევ ეს ცუდად გააკეთე მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვიცით რომ შენი ინგლისური შესანიშნავია ძალიან დავიღალე თქვენგან ეს თქვენ ჩხუბობთ ეს თქვენ ხართ ვინც სხვადასხვა გამოწვევებს აწყდებით და რატომ უნდა მოусმინო ნიკოლს დღეს გაიხსენეთ ანია დილით მოხვერი და დაგვარწმუნე რომ ნიკოლი გაგვეპრანკა ერთი სიტყვას არ გვითქონს ჩვენ მისთვის და შენ დავკვირდი რომ არაფერი მოხდებოდა თუ დაგთახდებოდით შენ რა მართლა ყველა დაარწმუნე რომ დღეს გამპრენკავდი და გახსოვს თქვენ რომ გამპრენკეთ ერთად და რომ დამციმევდით შენგან ამას არასდროს მოველოდი მე მეგონა ყველაფერს პატიოსნად გავაკეთებდით და შენ ისინი დაარწმუნე რომ გავეპრანკე ეს იყო ბოლო წვეთი შენ კი ზატა შენ დაისჯები სანამ მე დედა როგორ ოპირებ ჩემს დასჯას ჯერ არ გადამიწვეთია მაგრამ საქმე ცუდად გაქვს შო მე წავედი ჰეი სად მიდიხარ მე შენ ტანსაცმელს დავჭრი და სხვანაირად შევკედავ რომელ ტანსაცმელს ჩემს ტანსაცმელს რომელიც ჩემს გარდერობშია მოიცადე ნიკოლ ნიკოლ შემომიშვი არ ვაპირებ, ახლა ეს ჩემი გარდერობია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. არ გაბედო ნიკოლ, არ შეეხო მათ. განსაკუთრებით თავი შორს დაეჭირე ლეოპარდის ბლუზისგან. ეს ვალდემარის საჩუქარია. აჰა, მადლობა რჩევისთვის, მე მაგით დავიწყებ. მზად ხარ დედა? აბა დავიწყოთ? არ გაბედო ნიკოლ, ძალიან ადვილია მისი დახევა. ასე ხო, რომ იცოდე დღეს შენი ტანსაცმელი, ჩემი ტანსაცმელია. რა, ახალი გაჩერდი. გაჩერდი. ეს ჩემი საყვარელი სკორტია. ხო, ახლა ესენი ჩემია და ჩავიცვამ. და მე ვთქვი რომ მაგარი სკორტი იყო, ის ცოტათი გიხდება კიდეც. რა ხსნისდავს ცოტათი? მაშინ აი ამას ჩავიცმე. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, თორემ ეს ყველაფერი კონტროლს აღარ ექვემდებარება. მეგონა მაგარი დღე გვექნებოდა და რა მივიღეთ ამის ნაცვლად, მომიწია აბაზანის გაწმენდა და არავინ გაგვიპრენკია. ჩვენ ისე უნდა შევარიგოთ ისინი. ბავშვებო, მოდით მოვიფიქროთ, ესე გაკეთება შეგვიძლია. არ ვიცი, ორივე ჯიუტია. გვაქვს რაიმე შემოთავაზება ზლატა? ისინი თვითონ არ შეგდებიან, როგორმე უნდა ვაიძულოთ. რამე უნდა მოვიფიქროთ. დავაბათ ისინი და ქუჩაში გავაგდოთ? იქ გაცივდებიან, როგორმე გადარჩენას შეეცდებიან, საჭმელად საღლებს შეებრძოლებიან და ეს მათ შეარიგებს. არა, ძალიან დიდი რისკია. სხვა რამე მოვიფიქროთ. მოდი ჩვენს გამომწერებს ვკითხოთ, როგორ შევარიგოთ ისინი. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში, როგორ შევარიგოთ ისინი ერთმანეთს. ვაუ, მშვენიერი იდეა. მე რას ვაპირებთ, ისინი ჯერჯერობით ისევ კამათობენ. ჯერ არ გაჩერებულად. მე მაქვს იდეა. ბავშვებო, მე მზად ვარ გავწირო თავი. როგორ? ზუსტად, ჩვენ წალად დავეტყვით, რომ ჟენია თავს ცუდად გზნობს. ეს მათ გააერთიანებს. ერთად გადაარჩენენ მათ და საერთოდ დაივიწყებენ, რომ ადრე იჩხუბეს. ჟენია, ჩადი დაბლა და მოემზადე, ჩვენ მალე იქ ვიქნები. უნდა გავხადო ეს ეპიკური. კეჩუპი, ეს დამეხმარება. კეჩუპი დამავიწყდა. აი, ასე დავწვევი. ჩვენ უნდა დავმალოთ მტკიცებულებები. გაიხადე ეს ჩემი არ გავიხდი. ჰეი, გაჩერდი. რა მოხდა? ჟენია თავს ცუდად გზნობს. მიდით, იჩქარეთ. სად არის ჟენია? აქ არ არის. აი, აქ არის, ვიპოვე. ჟენია, რა მოხდა? პუსი ესინჯება. ჟენია, გითხარი რამე? მე რაღაც მინდა გთხოვოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც გვეტყვი. პირდებით? დიახ, პირდებით, ჩემო ძვირფასო ძმაო. მე მინდა რომ შევურიგდეთ ერთმანეთს. ჰეი, გაჩერდი და რა არის ეს? ეს კეჩუპია? ეს ისევ შენი ხუმრობებია? ეს ხუმრობები არ არის, თქვენ უბრალოდ დამღარეთ თქვენი ჩხუბით. ჩვენ ვიფიქრეთ რომ შეგვერიგებინეთ. თქვენ ერთმანეთის უახლოესი ადამიანები ხართ. ბოლოს და ბოლოს შეწყვიტეთ ეს ჩხუბი. დედა ხანდახან ძალიან კაცრია, მაგრამ ის ჩვენთვის იმდენ კარგ რამეს აკეთებს. კარგი, ბოდიში დედა. შენი საქმე ძალიან რთულია. იყო დედა არც ისე ადვილია. მეც წუხარ ქალიშვილო, საუკეთესო ბავშვი ხარ. მე შენ ძალიან მიყვარხარ. Yes! მე ვიცი რომ ეს ყველაფერი ძალიან საყვარლად გამოიყურება, მაგრამ შემიძლია ეს კეჩუპი სახიდან ჩამოვიბანო? იწვის! 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის ახსე ხართ. მადლობ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და გადავისწრეთ ვიდეოს და ლაიქება და ჩვენ წავედით. კარგად!